ამ მოგზაურობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ხო და ერთად დავათვალიეროთ სიცილია და ვიმოგზაუროთ თბილისიდან მიუნხენში, შემდეგ კი მიუნხენიდან პალერმოში ჩავფრინდით. პირველივე ყავა, რა თქმა უნდა, აეროპორტში დავლიე, ავიყვანეთ ტაქსი და გავეშურეთ სასტუმროსკენ. სასტუმროს ჩეკინი 2 საათზე გქონდა, ამიტომ ბევრი დრო გქონდა და გადავწყვეტეთ გარეთ გავსულიყავით. ჩვენი ფარგი და ახლა მივდივართ ქალაქის დასათვალიერებლად. მე და ჩემმა დედამთილმა პირველივე მაღაზიაში აპერონები ავიღეთ და გავუდექით გზას. დანიშნულების პუნქტამდე საკმაოდ შეგვაგვიანდა, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით კერამიკის მაღაზიებს, სადაც ზღაპრულად ლამაზი ჭურჭელია. ლარნაკები, ქალისა და მამაკაცის გამოსახულებით კი განსაკუთრებულ ისტორიას ატარებს. სიცილიელი ლამაზმანისა და არაბი მავრის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. მას შემდეგ სიცილიაში მავრის ქოთნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა კი გადავინაცვლოთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ეს არის ფონტანა პრეტორია, იგივე სირცხვილის შადრევანი. ბევრი წლის უკან შადრევანი ფლორენციიდან გადმოიტანეს. როდესაც დაინახეს ამდენი შიშველი ქანდაკება, სიცილიელებმა სირცხვილის შადრევანი შეარქვეს. ზუსტად 100 მეტრში მოხვდებით კვატრო კანტიზე. პირველ ნაწილზე გამოსახულია 4-ვე მხარეს შადრევნები, ზედა ნაწილზე კი განლაგებულია ესპანელი მეფეების ქანდაკებები, ასევე 4-ვე სეზონი და მინდანების ფიგურები. აქედან ერთ-ერთ ქუჩას, როდესაც ჩაუყვებით, ნახავთ, რომ ძალიან ბევრი კვების ობიექტია. ჩვენთვის სასურველი ლოკაცია შევარჩიეთ და დავსყედით გემრიელი იტალიური კერძების გასასინჯად. მე რა თქმა უნდა პირველ რიგში შევუყვეთე აპეროლი და პასტა ზღვის პროდუქტებით. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან მხიარულება, მღერიან, ცეკვავენ და ერთობიან იტალიურ სიმღერებზე. რა თქმა უნდა, არც მე ჩამოვრჩი და მათთან ერთად ვიცეკვე. ამ მხიარულმა ბიჭმა კი, რომელმაც ჩვენს განწყობაზე იზრუნა, გიორგის ლუდის ბოკალი შემოიდგა თავზე და ისე ცეკვავდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, შემდეგ კი გავაგრძელეთ გზა და დავათვალიერეთ ვიწრო ქუჩები, სადაც მანქანით გადაადგინება ძალიან რთულია. გავუყევით ვიწრო ქუჩებს და აღმოვჩნდით პალერმოს ცენტრალურ კათედრალთან. ძალიან ლამაზია და ვფიქრობ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ აქ. ეს არის ერთ-ერთი სანახაობა პალერმოში. უკვე მოსაღამოებული იყო და მე ვერ შევედი ტაძარში, რადგან ძირითადი ნაწილი დაკეტილი იყო, თუმცა 7 ევროდ შევიძინე ბილეთი და მოვხვდი პანორამა ხედზე. ეს არის გუმბათების ნაწილი, ეკლესიის ზემოთ შეგიძლიათ ახვიდეთ 7 ევროდ, აქედან ჩანს ულამაზესი პალერმოს ხედი, ასევე შეგიძლიათ დატკბეთ მთისა და ზღვის ხედებით. ძალიან ლამაზი სანახაობა და არ უნდა გამოტოვოთ. პანორამა ხედით ტკბობის შემდეგ იქვე კაფეში დავჯექი და უგემრიელესი ფსტის ნაყინი მივირთ.